რატომ აღიზიანებს ძველ თაობას ახალი თაობა? არაფერი თაობათა შორის ბრძოლა არის ოდითგანვე განსხვავებულობის გამო. მით უმეტეს ეხლა ტექნოლოგიური განვითარების გამო ძალიან დიდი არის განსხვავება იდეოლოგიაში და ხედვაში. მაინც კონკრეტულ მიზეზებზე ხო ვერ ისაუბრებთ? ამ ჩვენს შემთხვევაში წარსული გასაგებია ყოველთვის იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენს რეალობაში რა არის ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ძველ თაობას ახალი თაობა არ მოსწონს? ალბათ უფრო თავისუფლები ვართ. მე მგონია და რაღაცა კლიშეებს და ჭყალებში ისე ტრადიციებს თუნდაც რომელიც არ მოგწონს, არ მივზდევთ რა და რაღაცა სტანდარტულ გზას არ მივყვებით. მათ რომ არ ჰქონდათ ის თავისუფლება, რაც ჩვენ გვაქვს, ხომ არ არის სადღაც გაღიზიანების მომენტი ამის გამო შინაგანად მათში? ქვეცნობიერის დონეზე შეიძლება ეგ იყოს ზუსტად რა, რომ ან უბრალოდ ის არის, რომ ის ახალგაზრდობა, რაც ახალგაზრდობაში რაც თვითონ ვერ გააკეთეს, შეიძლება მაგას ვაკეთებს და ეგ გაღიზიანებას იწვევს. გქონია ინტერესთა კონფლიქტი ძველი თაობის წარმომადგენელთან? კი, ხშირად. მაგალითად რაზე? მაგალითად იმაზე, რომ აუცილებელი არის უნივერსიტეტის დამთავრება. და დიპლომი თუ არ გაქვს, ისე კაცად არ იწოდებით თუ რაღაც ეგეთი რა. არ ეთანხმები? არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები, მით უმეტეს დღეს საერთოდ არ განსაზღვრავს ჩემი აზრით, რაღაც აკადემიური განათლება შენი ცოდნის.